პალესტინელი ოჯახები ღაზის სექტორში თავიანთ სახლებს უბრუნდებიან, თუმცა უმეტეს შემთხვევებში მათ მხოლოდ ნანგრევები ხვდებათ. ისრაელსა და ჰამას შორის ომების შემდეგ პალესტინელებს თავიანთი სახლების ხელახლა შენება არაერთხელ დასჭირვებიათ. ამჯერად ომმა, რომელიც წელიწად ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ქალაქი ღაზა თითქმის სრულად გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, თავიანთი სახლების ამოცნობას წარსულში ნანგრევებში მოყოლილი ნივთებით ახერხებდნენ, თუმცა ახლა ესეც ვერ ხერხდება. ფიცავ რომ არაფერი ჩანს და არანაირი კვალი არაა. კარადისგან არაფერია დარჩენილი. ჩემს კარადაში ყველა საბუთი მქონდა შენახული. დაბომბვის დროს გამოვიქეცით. რამდენიმე რაკეტა ჩვენ გვერდით სახლებს მოხვდა და მაშინ ვთქვით, რომ ახლა ჩვენი ჯერი იყო. პალესტინელებმა საცხოვრებელი სახლები თითქმის 16 თვის წინ დატოვეს და თავი სამხრეთ შეაფარეს. რამდენიმე ოჯახმა ნანგრევების ნახვის შემდეგ კვლავ სამხრეთში დაბრუნება არჩია, თუმცა სხვების თქმით სახლის ნგრევა არაფერია, ომში ოჯახის წევრების დაკარგვასთან შედარებით. ყველა სახლი რომ დაინგრეს, არ ვინერვიულებ, რადგან ჩემი ვაჟი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ღმერთმა შეიწყალოს, უკვე მეორე შვილი დავკარგე. ისრაელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის დატოვება ორშაბათს, 27 იანვარს დაიწყეს.